მახსოვს ბიჭი მახსოვს ეხლა ერთი 3-4 წლის იყო რა მაშინ იყო მაშინ ვინ იყო კასპისი გამგებელი ნონიაშვილი იყო ხო მაშინ ნონიაშვილი რო იყო აი მის ხელში გაკეთე ესა რა დაიწყო პირველი რემონტი 4 წელიწადი თანხა რაც გამოიყო ამას დაიხარჯა სოფლის თანხა ეს შელესეს მერე დაბრასტიაშკა გააკეთეს ფანჯრები ჩასვეს კარებები მას გამოდივართ და არაფერი ახლა რიტუალები ახლა პატარა შენობა არის და არ ყოფნის რა აკეთება სულ ალია ბალია ხო რა ერთი 50 კაცი ბედიერა რა საბალჯი ახლა როარი ხოლმე რაღაც ქვია ქელეხია თუ რაღაცები ახლა მიდის დიდია პატარა ქალი კაცი ყველა კანეშთა 50 მეტია რა იყო ექსპერტიზაც იყო არასრულფასოვნად იმას აკნეს და არ არის ჩაბარებული და დღესაც კიდევ მიმდინარეობს ამისი რესტავრაცია და ამისი ყველაფერი რა ვიცი რა არის აქ საწინააღმდეგო და ისა ელემენტარულად რო ან მცირე კრებები არის ან წარმომადგენელი მოდის ვიღაცა ან ისა რომ ეს ქარები და ისინი არ იყოს გვაქვს ჩვენი თავშესაფარი და ადგილი თავშეყრისა და ბავშვებს აქვს გასართობი ცენტრი მაგით ის თამაშებს თამაშობენ ელემენტარულად ერთობიან თავშეყრად როცა თავისუფალი დრო აქვს ძალიან კარგად ფუნქციონირებს უეჭველი არა დიდი ისინი ტაშპანდურები და ისინი გაუმართოთ სოფელის პატარა ხო მაგრამ ეხლა თაითა განვითარდა ეხლა თუ რამე იქნება ქელეხი და რამე კასპში მიდია და იქ რიტუალების სახლები არიან კარგი გაკეთებული და ამას პატრონი არავინ არ აკავს რა პატრონი ჩვენ არა გვყავს ისეთი ხელისუფლება რაიონისა რომ რაღაცა უყურადღებოდ დატოვოს ნებისმიერი პიროვნება ნებისმიერ რაღაცა საკითხებზე ყველაფერზე ელემენტარულად აი არ ვიცი გადამდგრები არიან იმენა ჩვენი წარმომადგენლები ჩვენი რაიონის